ევრონიუსთან ერთად ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაა. ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. თქვენ დაგმეთ ირანის რეჟიმი და მხარი დაუჭირეთ ირანის მოსახლეობას. როგორ აფასებთ ადგილზე არსებულ ვითარებას? მას შემდეგ, რაც პარლამენტის პრეზიდენტი გავხდი, მე დავსახე მისია, რომ ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბრძოლას თავისუფლებისთვის გვერდში დავუდგებით. სწორედ ამიტომ ჩვენ შეძრწუნებულები ვართ იმით, რაც ირანში ხდება და ჩვენ უბრალოდ უმოქმედოდ ვერ ვიდგებით. როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რეჟიმი როგორ იყენებს ძალას, რეპრესიებს, აგრესიასა და ძალადობას, რომ ჩაახშოს ის, რაც ჩვენ გვჯერა, არის ფუნდამენტური თავისუფლება. ჩვენ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ყველა ირანელ დიპლომატსა და თანამშრომელს, რომელიც ამ რეჟიმს წარმოადგენს, ამ ტერიტორიაზე შემოსვლა ავუგზავნოთ. ამ გადაწყვეტილებას დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, რადგან ჩვენ იმას ვეწინააღმდეგებით, რასაც ეს რეჟიმი წარმოადგენს. საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი გაავლო. პროტესტის სისხლისღვრაში არ უნდა გადაიზარდოს სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მოვლენები სწორედ ასე ვითარდება. ამ ეტაპზე რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს? მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოდიოდა, ჩვენ დემონსტრანტებს მხარი დავუჭირეთ. ჩვენ ასევე დავგმეთ ის ფაქტი, რომ კომუნიკაციის გზები გათიშულია. ჩვენ ნახეთ, რომ კომუნიკაციის გზები 4 დღის განმავლობაში იყო გათიშული, ახლა უფრო მეტი გზავნილი გამოდის. ჩვენ მივესალმებით ყველა გადაწყვეტილებას, რომ ტექნოლოგიური დახმარება გავუწიოთ მათ. ჩვენ უნდა ვნახოთ, რა ხდება ადგილზე. როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არ არის უბრალოდ პროტესტი, რომელიც მიღებულია, არამედ მას ახშობენ. ხედავთ ძალადობას, მკვლელობებს. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ირანელი საზოგადოება, ირანელი დემონსტრანტები ჩვენგან სოლიდარობას, დახმარებას, მკაფიო გზავნილებს ითხოვენ. ასევე ითხოვენ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგოთ და გავზარდოთ სანქციები, რევოლუციური გვარდიის წევრები ტერორისტებად გამოვაცხადოთ. ახლა უნდა იყვნენ ისინი ტერორისტებად გამოცხადებული. ეს უკვე რამდენიმე წელია ევროპის პარლამენტის პოზიციაა. მას შემდეგ, რაც მამაცი ირანელი ქალები თავიანთი სიცოცხლისთვის, თავისუფლებისთვის, უფლებებისა და თავმოყვარეობისთვის ირანის ქუჩებში გამოვიდნენ. ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ავტოკრატიას ძალაუფლება აღარ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ირანელებს მოვუწოდებთ გვაჩვენონ გზა, როგორ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი და ჩვენ ამ მიმართულებით სრულად დავუჭერთ მათ მხარს. ისურვებდით, რომ ევროპის ქვეყნებმა და სხვა ინსტიტუტებმა ისევე სწრაფად იმოქმედონ, როგორც თქვენ პარლამენტმა იმოქმედეთ, რომ დაწესდეს მეტი სანქციები და რევოლუციური გვარდიის წევრები ტერორისტებად გამოცხადდნენ. შორიდან ისე ჩანს, რომ მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შარევას ელოდება. უნდა დაიცადოს თუ არა ევროკავშირმა. ვფიქრობ, ევროკავშირს ოქროს შესაძლებლობა აქვს, აჩვენოს მისი სიმტკიცე, სიძლიერე და სიცხადე. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას. ეს არის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენი კავშირი ავაგეთ. ანუ არ არსებობს საჭიროება, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოქმედებას დაელოდოთ. ევროკავშირმა ახლავე უნდა იმოქმედოს. ჩვენი მიმართვაა, რომ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2026 უნდა იყოს წელი, როდესაც დიქტატურები დასრულდება. ახლა ევროკავშირისთვის, ევროპისთვის, წევრი ქვეყნებისთვის, მთავრობებისთვის შესანიშნავი მომენტია თქვან, რომ ეს რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როგორც ეს გერმანიის კანცლერმა განაცხადა. ჯერათ, რომ 2026 არის წელი, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება. თუ არა ახლა, მაშინ როდის? ირანის მოსახლეობა სწორედ ამას ითხოვს. ჩვენ მათი გვწამს. ჩვენ ყველა იმ ძალისხმევის გვჯერა, რომელიც დაგვანახებს, რომ ცვლილებები იქნება, რომ რეჟიმი ჩამოიშლება. როგორ მოხდება ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ეს მხოლოდ ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.